დაპირებისამებრ, გთავაზობთ ინფორმაციას ხშირ და გავრცელებულ დაავადებებზე და მათ სიმპტომებზე. უყურეთ ვიდეო ახსნას, მიიღეთ მეტი ინფორმაცია და თუ ნახავთ, რომ თქვენს გაქვთ მსგავსი სიმპტომები, მოიწერეთ კომენტარები და დასვით კითხვები. პანიკური შეტევა. პანიკური შეტევა წარმოადგენს უეცარ, ინტენსიურ შიშის ან დისკომფორტის ეპიზოდს, რომელსაც თან ახლავს ფიზიკური და ემოციური სიმპტომები. ის შეიძლება მოულოდნელად დაიწყოს და სწრაფად მიაღწიოს პიკს, ჩვეულებრივ, 10 წუთის განმავლობაში. პანიკური შეტევები შეიძლება იყოს ძალიან საშინელი და დამთრგუნველი, თუმცა მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ისინი განკურნებადია. მოდით, განვიხილოთ პანიკური შეტევების მიზეზები, სიმპტომები, პირველადი დახმარების მეთოდები, მკურნალობის ვარიანტები და პრევენციის გზები. მიზეზები. პანიკური შეტევების სუსტი მიზეზი ბოლომდე არ არის ცნობილი, მაგრამ არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომლებიც ხელს უწყობენ მათ წარმოქმნას. გენეტიკური წინასწარგანწყობა. თუ ოჯახის წევრებს აქვთ პანიკური აშლილობა, პიროვნებას შესაძლოა გაზრდილი ჰქონდეს პანიკური შეტევების განვითარების რისკი. ტვინის ქიმიური დისბალანსი. ტვინში ნეიროტრანსმიტერების როგორიცაა სეროტონინი და ნორეპინეფრინი, დისბალანსმა შეიძლება გამოიწვიოს შფოთვითი აშლილობები, მათ შორის პანიკური შეტევები. სტრესი. ძლიერმა და ხანგრძლივმა სტრესმა შეიძლება გამოიწვიოს შფოთვის ზრდა და პანიკური შეტევების განვითარება. ტრავმული მოვლენები. წარსულში განცდილმა ტრავმულმა მოვლენებმა შეიძლება გაზარდოს პანიკური შეტევების რისკი. ქრონიკული დაავადებები. ზოგიერთმა ქრონიკულმა დაავადებამ, როგორიცაა გულის დაავადებები და ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები, შეიძლება გამოიწვიოს პანიკური შეტევები. კოფეინის და ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება. ამ ნივთიერებების ჭარბმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს შფოთვის სიმპტომების გაძლიერება და პანიკური შეტევების პროვოცირება. პანიკური შეტევის სიმპტომები შეიძლება იყოს ძალიან მრავალფეროვანი, მათ შორის ყველაზე გავრცელებულია. გულისცემის აჩქარება ან ტაქიკარდია, გულისცემის უეცარი აჩქარება ან ძლიერი დარტყმა. ქოშინი ან სუნთქვის გაძნელება, ჰაერის უკმარისობის შეგრძნება ან სუნთქვის გაძნელება. თავბრუსხვევა ან გონების დაკარგვის შეგრძნება, თავბრუსხვევას სისუსტე ან გონების დაკარგვის შიში. ოფლიანობა, უეცარი და ძლიერი ოფლიანობა. კანკალი ან ტრემორი, სხეულის კანკალი ან ტრემორი. მკერდის ტკივილი ან დისკომფორტი, შებოჭილობის ან ტკივილის შეგრძნება მკერდის არეში. გულისრევა ან მუცლის დისკომფორტი, გულისრევის შეგრძნება ან მუცლის არეში დისკომფორტი. სიცივის ან სიცხის შეგრძნება, უეცარი სიცივის ან სიცხის შეგრძნება. დერეალიზაცია ან დეპერსონალიზაცია, სამყაროს უცნაურად ან არარეალურად აღქმა, ან საკუთარი თავისგან გაუცხოების შეგრძნება. კონტროლის დაკარგვის შიში, იმის შიში, რომ კონტროლიდან გამოხვალთ ან გაგიჟდებით. სიკვდილის შიში, უეცარი და ინტენსიური სიკვდილის შიში. პანიკური შეტევის დროს მნიშვნელოვანია დამშვიდება და შემდეგი ნაბიჯების გადადგმა. გონების კონცენტრაცია სუნთქვაზე, შეეცადეთ ნელა და ღრმად ისუნთქოთ. ჩაისუნთქეთ ნელა ცხვირით, გააჩერეთ რამდენიმე წამი და ნელა ამოისუნთქეთ პირით. დაარწმუნეთ საკუთარი თავი, რომ ეს მხოლოდ შეტევაა, გააცნობიერეთ, რომ ეს არის დროებითი მდგომარეობა და ის გაივლის. გამოიყენეთ დამამშვიდებელი ფრაზები, გაიმეორეთ დამამშვიდებელი ფრაზები, როგორიცაა, ეს მალე გაივლის, მე ვარ უსაფრთხოდ, ან ეს მხოლოდ შიშია. იპოვეთ უსაფრთხო ადგილი, თუ შესაძლებელია, გადადით მშვიდ და უსაფრთხო ადგილას. კონცენტრირდით გარემოზე, ყურადღება გადაიტანეთ გარემოზე და აკვირდით საგნებს, შეეხეთ მათ, რათა დაუბრუნდეთ რეალობას. ისაუბრეთ ვინმესთან, თუ შესაძლებელია, დაელაპარაკეთ მეგობარს ან ოჯახის წევრს, რათა თავი დაცულად იგრძნოთ. პანიკური აშლილობის მკურნალობისთვის გამოიყენება სხვადასხვა მეთოდი, რომელიც შეიძლება მოიცავდეს ფსიქოთერაპიას, მედიკამენტურ მკურნალობას ან ორივეს კომბინაციას. კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია არის ეფექტური ფსიქოთერაპიული მეთოდი, რომელიც ეხმარება პაციენტებს ამოიცნონ და შეცვალონ ნეგატიური აზრები და ქცევები, რომლებიც იწვევს პანიკურ შეტევებს. ექსპოზიციური თერაპია, ამ მეთოდის დროს პაციენტი თანდათან ექვემდებარება შიშის გამომწვევ სიტუაციებს, რაც ეხმარება მათ შფოთვის დაძლევაში. მედიკამენტური მკურნალობა, ანტიდეპრესანტები, როგორიცაა სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები და ბენზოდიაზეპინები, შეიძლება გამოყენებულ იქნას პანიკური შეტევების სიმპტომების შესამსუბუქებლად. პანიკური აშლილობის სამკურნალოდ გამოყენებული მედიკამენტები ძირითადად მოიცავს სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები. სერტრალინი, ზოლოპტი, ასენტრა, ლურსტრალი. ფლუოქსეტინი, პროზაკი, ფლუოქსეტინი. პაროქსეტინი, პაქსილი, სეროქსატი. ესციტალოპრამი, ლექსაპრო, ციპრალექსი.
სეროტონინის და ნორეპინეფრინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები. ვენლაფაქსინი, ეფოქსორი. დულოქსეტინი, სიმბალტა. ბენზოდიაზეპინები. ალპრაზოლამი, ხსანაქსი. კლონაზეპამი, კლონოპინი, რივოტრილი. დიაზეპამი, ვალიუმი. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ბენზოდიაზეპინები უნდა იქნას გამოყენებული სიფრთხილით და მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, მათი მიჩვევის პოტენციალის გამო. პანიკური შეტევების პრევენციისთვის მნიშვნელოვანია შემდეგი რჩევების გათვალისწინება. რეგულარული ვარჯიში, რეგულარული ფიზიკური აქტივობა ეხმარება სტრესის შემცირებას და განწყობის გაუმჯობესებას. ჯანსაღი კვება, მიირთვით დაბალანსებული საკვები, რომელიც მდიდარია ვიტამინებით და მინერალებით. საკმარისი ძილი, შეეცადეთ დაიძინოთ საკმარისი საათი, რადგან ძილის ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს შფოთვის ზრდა. კოფეინის და ალკოჰოლის შეზღუდვა, შეზღუდეთ ან მოერიდეთ კოფეინის და ალკოჰოლის მიღებას. სტრესის მართვა, ისწავლეთ სტრესის მართვის ტექნიკები, როგორიცაა მედიტაცია, იოგა და რელაქსაციის ვარჯიშები. ფსიქოთერაპევტთან კონსულტაცია, თუ პანიკური შეტევები ხშირია, აუცილებელია მიმართოთ ფსიქოთერაპევტს ან ფსიქიატრს დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის. პანიკური შეტევები შეიძლება იყოს ძალიან დამთრგუნველი, მაგრამ სწორი მკურნალობით და მართვის ტექნიკების გამოყენებით შესაძლებელია მისი მართვა. დასვით თქვენი კითხვები ჯანმრთელობის შესახებ კომენტარებში. ასევე მოგწერეთ კომენტარებში, რომელ დაავადების შესახებ გსურთ მოგიმზადოთ ინფორმაცია. არ დაგავიწყდეთ გამოიწერეთ ჩვენი არხი, რათა შეიტყოთ უფრო მეტი სხვადასხვა გავრცელებულ დაავადებაზე და მათი მკურნალობის შესახებ. გისურვებთ ჯანმრთელობას.